გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მე კითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. სალო თათარაშვილმა სასცენო სახელით სალო ახალი სიმღერა სამვეი გამოუშვა. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სალომეა, ხოლო პროდიუსერი ნიკალა. ტრეკის მიქსინგსა და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იმუშავა. სამვეი ალტერნატიული R&B-ს, საცოკაო და ელექტრონულ ჟანრებს ეკუთვნის, როგორც არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ჟანრში პირველად იმუშავა და შესაბამისად სიმღერა განსხვავდება მისი წინა ნამუშევრებისგან. სამუშაო პროცესზე საუბრისას სალომე თათარაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა, რადგან მისი, ნიკალას და პაპუნა ალიბეგაშვილის მუსიკალური გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. დაახლოებით 1 წლის წინ სალომე თათარაშვილმა სადებიუტო EP სახელწოდებით Sparkles გამოსცა. ამჟამად კი პირველ სრულმეტრაჟიან ალბომზე მუშაობს. მუსიკოსის თქმით, ალბომი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია და ეს მისთვის სრულიად ახალი შემოქმედებითი ეტაპია. მაიკლ ასექვია Lionsgate-ისა და Universal Pictures-ის ერთობლივ ბიოგრაფიულ ფილმს, რომლის რეჟისორიც ანტუან ფუკუაა. ფილმს მაყურებლები დაანონსების დღიდან ელიან და ახლა ცნობილი ხდება, რომ ნამუშევარი ეკრანებზე 2026 წლის 24 აპრილს გამოვა. თავდაპირველად მისი პრემიერა 2025 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა. ჯონ ლოგანის სცენარი მაიკლ ჯექსონის ცხოვრების საკვანძო ეპიზოდებს ეხება. დაწყებული ბავშვობით, როცა ჯო და კეტრინ ჯექსონები მას კაცად ზრდიდნენ, დასრულებული მუსიკალური მსოფლიო რეკორდებით. მთავარ როლს თავად მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯეფარ ჯექსონი ასრულებს. პროექტში ჩართულია ოსკაროსანი პროდიუსერი გრეჰემ კინგი, სწორედ ის ხელმძღვანელობს გუნდს, რომელმაც ჯექსონის ყველაზე ლეგენდარული სიმღერების გამოყენების უფლება მოიპოვა. პრემიერის მოახლოებასთან ერთად დაიწყება პრომო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად გავრცელდება კულისებს მიღმა გადაღებული მასალა. ჯეფარ ჯექსონის გარდაქმნის პროცესის ამსახველი ვიდეოები, საარქივო ჩანაწერების ფრაგმენტების ინტეგრირების პროცესი და ჯექსონის ლეგენდარული გამოსვლების რეკონსტრუქციები. მაილი საირუსი ჰანა მონტანას ვერ ივიწყებს. მომღერალმა, რომელმაც ცნობადობა თინეიჯერობის ასაკში სწორედ მონტანას როლის შესრულებით მოიპოვა, გაამხილა, რომ შოუს 20 წლის იუბილესთვის რაღაც განსაკუთრებულზე მუშაობს. მონტანას იუბილესთან დაკავშირებულ გეგმებზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. საირუსი 13 წლის იყო, როცა პირველად ჰანა მონტანა განასახიერა. სერიალის 4 სეზონი 2011 წლამდე გაგრძელდა. მასში ასევე მონაწილეობდა საირუსის მამა, ბილი რეი საირუსი, რომელიც სერიალშიც მაილის მამას, რობი რეის თამაშობდა. 2008 წელს საკონცერტო ფილმში Montana and Miley Cyrus Best of Both Worlds concert საირუსმა განასახიერა ორივე პერსონაჟი, საკუთარი თავი და ჰანა მონტანა. ივლისში მადონას რემიქს ალბომი გამოვიდა, რომელიც 1998 წლის ალბომ Ray of Light-დან აქამდე გამოუქვეყნებელ რელიზებს მოიცავს. რემიქს ალბომი სახელწოდებით Veronica Electronica აქამდე გამოუქვეყნებელ ორიგინალურ დემო ვერსიებსაც მოიცავს, მაგალითად სიმღერა Gun Gun Gun, რომელიც პოპ-ვარსკვლავმა რიკ ნუილთან ერთად შექმნა. პროექტში ასევე შედის ტრეკები Drowned World, Substitute for Love, Ray of Light, Skin, Nothing Really Matters, Sky Fits Heaven, Frozen და The Power of Goodbye. 1998 წლის თებერვალში გამოცემულმა ალბომმა Ray of Light უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ელექტრონული მუსიკის მასშტაბურ პოპულარიზაციაში. მადონა პირველ უდიდეს პოპ შემსრულებლად იქცა, რომელმაც სრულად ელექტრონული ალბომი გამოსცა. ამან კი 90-იანი წლების კლუბური კულტურა პოპ კულტურაშიც გადმოიტანა. კევინ პარკერმა პირობა შეასრულა და Tame Impala's ახალი სიმღერა გამოსცა სახელწოდებით End of Summer, რომელიც როგორც ჩანს პირველი სინგლია მომავალი ალბომიდან. სიმღერას მოყვება ვიდეოკლიპიც, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებულ სწრაფად ცვალებად და რეტრო კადრებს. 7 წუთიანი ტრეკი პირველი რელიზია, რომელიც Tame Impala-მ Columbia Records-თან გაფორმებული კონტრაქტის ქვეშ გამოსცა. პარკერის სავიზიტო ვოკალით End of Summer უდავოდ არის გადახვევა Tame Impala-ს წინა კურსისგან, თუმცა ამავდროულად ეს არის ლოგიკური განვითარება იმისა, რაზეც მუსიკოსი წინა ალბომებში უკვე მიგვანიშნებდა. იმ დისკო ელემენტების საშუალებით, რომლებიც გამოყენებული იყო 2015 წლის Currents-სა და 2020 წლის The Slow Rush-ში. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ოფიციალურ აღწერაში არსად წერია, რომ End of Summer Tame Impala-ს მეხუთე ალბომის სინგლია, პარკერმა ცოტა ხნის წინ Instagram-ზე ალბომში შემავალი კომპოზიციების სია გამოაქვეყნა, რომელიც End of Summer-საც მოიცავს. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/g-ზე შეგიძლიათ გაიცნოთ, ასევე არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.